ხვალ თასზე ლივერპულში მამარდაშვილის ოფიციალურ მატჩში დებიუტი შედგება. 23 სექტემბერს ლიგის თასის 1/16 ფინალში ლივერპულის საუთჰემპტონს უმასპინძლებს და წითლების შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილის ოფიციალურ მატჩში დებიუტი შედგება, იტყობინება ლესეს ენფილდი. გამოცემა წერს, რომ მწვრთნელის არნე სლოტისთვის ჩემპიონშიპის გუნდთან დაპირისპირება შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რათა გადატვირთული კალენდრისას 21 დღეში 7 მატჩი როტაციას მიმართოს და თავის გამოჩენის შესაძლებლობა იმ ფეხბურთელებს მისცეს, რომლებსაც თამაში არ უწევთ. მამარდაშვილმა წინა სასეზონო პერიოდში 5 ამხანა გოლ შეხვედრაში 329 წუთი მიიღო მონაწილეობა, ალისონმა მხოლოდ 235 წუთი, მაგრამ პრემიერ-ლიგის ყველა მატჩში გუნდის კარს ბრაზილიელი იცავს. მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა სურვილის შემთხვევაში კლუბს შეუძლია ხელშეკრულება 1 სეზონით გაუგრძელოს. აღნიშნულია, რომ მამარდაშვილი ლივერპულში გადასვლისა თავის ამბიციებს არ მალავდა. მე მივდივარ, რათა ერთი ადგილისთვის ვიბრძოლო. თავდაუზოგავად ვივარჯიშებ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მამარდაშვილთან ერთად დებიუტი ექნება 18 წლის იტალიელ ცენტრალურ მცველს ჯოვანი ლეონის და სასტარტოში ალბათ ჯო მომესი, ფედერიკო კიეზა და ვატარო ენდოც იქნებიან.